როგორც წარმოიშვა თბილისის სტიქია 14 ივნისს გარემოსდაცვის სამინისტრო დასკვნას ავრცელებს. განცხადებაში წერია, მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან წყნეთი ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას, კერძოდ მოწყდა დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნა. ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა. ყოველივეს წინ უძღვოდა უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით. შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვარცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა. დღეს მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას. სტიქიის მიზეზებზე სპეციალისტები მსჯელობას უწყებაში ისევ განაგრძობენ. შეხვედრას ნათია გოქსაძე ესწრებოდა და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ნათია, დასრულდა თუ არა შეხვედრა და ცნობილია თუ არა რაიმე დამატებითი შედეგები დასკვნასთან დაკავშირებით? შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება, ვინაიდან აქ არიან შეკრებილი სპეციალისტები, გეოლოგები, ეკოლოგები, ინჟინრები, ის ადამიანები, რომლებმაც წინასწარ უნდა შეაფასონ რისკები, ხოლო ამის შემდეგ ისაუბრონ გამოსავალზე, რომ მსგავსი ტიპის კატასტროფები ქვეყანამ თავიდან აიცილოს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ შეიძლება სტიქია გააქტიურდეს, ნალექები მოსალოდნელია და აქედან გამომდინარე მეწყერ საშიში ზონები კვლავ არსებობს ამ ტერიტორიის მიმდებარედ. აქედან გამომდინარე სპეციალისტები აცხადებენ იმას, რომ ეხლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორად მოხდეს გაანალიზება თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, ვინაიდან ერთიანი აზრი არ არსებობს. ზოგი აცხადებს, რომ მდინარეებს ზოგადად ახასიათებთ სხვადასხვა ციკლის პერიოდში, 50 წლიანი ციკლის პერიოდში მსგავსი ტიპის ადიდება, ფაღორღის ჩამოტანა და ასეთი ტიპის კატასტროფების გამოწვევა. მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია ადამიანის ჩარევას და სამეურნეო საქმიანობას უკავშირდებოდეს, თუმცა ყველა ერთხმად აცხადებს, რომ არ შეიძლება ასეთ კალაპოტთან დასახლებული უბნები არსებობდეს და ისეთ მდინარესთან, როგორც არის მდინარე ვერე. რაც შეეხება თავად მინისტრს, ის აპირებს, რომ მოისმინოს სპეციალისტების აზრი, თუმცა ამავდროულად გიგლა აგულაშვილი აცხადებს იმასაც, რომ ამწუხაროდ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ნალექი ისევ მოვიდეს და პრობლემები შეიქმნას. ჭარბნიალექის შედეგად გამოწვეული რამდენიმე კერა, მეწყრული, მათ შორის ყველაზე დიდი ახალდაბის მიმართულებით და ამ პროცესის შედეგად განვითარებული წყალმოვარდნა თავისი შედეგებით, რის გამოც მდინარე იმ ადგილებში განსაკუთრებით, სადაც ის მოქცეულია გვირაბებში, ვეღარ შეძლო გაეტარებინა მთელი რესურსი. ჩვენ სტიქიას ვერ გავაჩერებთ, ეს მდინარეს ეს ყოველთვის ახასიათებდა, ეს მუდმივად იქნება. შეიძლება ხვალ მოხდეს, შეიძლება 25 წლის მერე მოხდეს. ეს პრობლემა არის რაღაც ასე ვთქვათ სააქციო საზოგადოება, სადაც ყველამ თავისი წვლილი შეიტანა ნეგატიური. ერთ-ერთი დიდი აქციონერი არის ბუნება. შემდეგი აქციონერი არის ადამიანი. ადამიანი იყოფა ორად, ერთი რომელიც აშენებს, მეორე რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება მიდის და იქ სახლდება. კანონით, უკანონოდ თუ ასე შემდეგ. ყველა არის მონაწილე, ამიტომ აქ განსასაზღვრია, ვინ რა დოზა, ასე თქვა, თავისი წვლილი შეიტანა და არ შეიძლება რომელიმე ასე თქვა, რომელიმე პროექტანტს დაბრალდეს, ან ღმერთს დაბრალდეს, რომ ეს მოხდა. ჩვენ და სამწუხაროდ, როცა ამ ხეობას შევეხეთ და დაიწყო მშენებლობა, მაშინ არ იყო გათვალისწინებული სპეციალისტების აზრი, რომ უნდა გაკეთებულიყო გარემოს ზემოქმედების შეფასება. ეს პროცედურა ითვალისწინებს არა მარტო გეოლოგიურს, არამედ მათ შორის კლიმატურ ექსტრემალურ მდგომარეობის არსებობის პერიოდში, როგორი მდგომარეობა შეიძლება ზოგადად შეიქმნას. აქედან გამომდინარე, მოდი ვთქვათ პირდაპირ, რომ რო ყოფილიყო და არ ყოფილიყო ეს ამორიცხული, ეს შიდა გზების მშენებლობა არ ყოფილიყო ამოღებული კანონმდებლობიდან, რომ არ ექვემდებარება ნებართვას, არ ჭირდება ნებართვა მას. მაგ შემთხვევაში შეიძლება რისკი ყოფილიყო ძალიან ნაკლები. როდესაც ლაპარაკობენ აი ახალი გზის მიზეზებზე, რომ ამან რამე როლი ითამაშა, მაშინ მე ვსვავკითხვას, რატომ მოხდა სვანიძის ქუჩის ესე იგი დატბორვა და ყველაზე მეტი მსხვერპლი და ზარალი იმ მონაკვეთმა მიიღო ხეობისმა, რომელიც აი ვაკე-საბურთალო გზის მიღმა მდებარეობს. იქ და უკვე ახალი გზა არაფერშუაში არ არის. ახალი გზა ერთ-ერთი დეტალი არის იმ მონაკვეთის ესე იგი წყალგამტარუნარენობის დაქვეითების. Დღესაც შეკრებილი სპეციალისტები საუბრობდნენ იმაზეც, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს უცხოეთიდან ექსპერტების მოწვევა იმისთვის, რომ პრევენციული ზომები დაიგეგმოს ზუსტად და ეფექტურად იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის მოვლენები ნაკლებად უფრო ხიფათიანი და ნაკლები მსხვერპლის მომტანი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. მადლობთ ნათია, ეს ნათია გოქსაძე იყო.